რეპეტიტორებზე მოთხოვნა გაიზრდება. იმიტომ რომ როგორც თქვი, 2 კლასი ამთავრეს იმ დროს. და ამ ხალხს შეიძლება საერთოდ აღარ უნდადეს, რომ სკოლაში ასწავლოს, იმიტომ რომ რეპეტიტორობით შეუძლია, რომ ბევრად მეტი შემოსავალი ქონდეს. ამიტომ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, სადაც საუკეთესო მასწავლებლები ეხა თუ მე-11 კლასში, თუ დაამთავრებულ კლასში შეიძლება იმდეს არ ასწავლიდნენ, შეიძლება მივიღოთ ის, რომ საერთოდ გავიდნენ სკოლიდან. იმიტომ რომ თქვა რომ რა კარგია 80,000 ის არის აბიტურიენტია წელს და ბევრად მეტი შემოსავალი შეიძლება მქონდეს თუ დილითაც ვიმუშავებ. და არა მხოლოდ შუა დღის მერე. ეხაც არის ეს პრობლემა. და ნაკლები ენერგია დამახარჯება, იმიტომ რომ ვიმუშავებ 1 ბავშვთან, 2 ბავშვთან და არა 30 ბავშვთან, ხო? ანუ 30 ბავშვთან ვიმუშავებ, მაგრამ ვიმუშავებ კერძოდ და 50 ბავშვთან მიღებული შემოსავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, რა ვიცი, მთელი კვირა რო დაიხარჯო გაკვეთილის მომზადებაში და მერე ჩატარებაში და რაღაცა სკოლაში სიარულში და სხვა სკოლებში. სკოლებთან ერთოთახიანი ბინები ძალიან ადვილად ქირავდება ხოლმე, იმიტომ რომ მასწავლებლები ქირავობენ და ალბათ ამ ბინების ფასიც გაიზრდება იმ წელს თუ მართლა 2 კლასმა დაამთავრა.